მე კვირაში ორჯერ სახლს ვალაგებ. სახლის დალაგება დამღლელია, მაგრამ კვირაში რამდენჯერმე დალაგება აუცილებელია. მე კვირაში 3ჯერ ვრეცხავ სარეცხს. სარეცხს გარეთ ვფენ. ჭურჭელს ყოველდღე ორჯერ ვრეცხავ. მე ასევე ვალაგებ სახლს. ვგვი და ვწმენდავ იატაკს. ვიღებ მტვერს. მე ვალაგებ ჩემს ტანსაცმელს და ნივთებს. დღეს მე დასვენება მაქვს და სახლი დავალაგე. მე დავრეცხე ჭურჭელი და სარეცხი. გარეთ წვიმდა და სარეცხი სახლში გავფინე. ამის შემდეგ მე დავალაგე ოთახები და ჩემი ნივთები. მე სახლის დალაგებას 3 საათი მოვუნდი და ძალიან დავიღალე. სახლის დალაგება დამღლელია, მაგრამ დალაგების შემდეგ სუფთა სახლში ყოფნა სასიამოვნოა. ჩემს ძაღლს მაქს არ უყვარს, როცა მე სახლს ვალაგებ. მას ეშინია მტვერსასრუტის და იატაკის საწმენდი მოპის. ის ამ დროს საწოლის ქვეშ შედის და იქ იმალება. თქვენ გიყვართ სახლის დალაგება? კვირაში რამდენჯერ ალაგებთ სახლს? სახლის დალაგებას რამდენი ხანი უნდებით? მე კვირაში ორჯერ სახლს ვალაგებ. სახლის დალაგება დამღლელია, მაგრამ კვირაში რამდენჯერმე დალაგება აუცილებელია. მე კვირაში 3ჯერ ვრეცხავ სარეცხს. სარეცხს გარეთ ვფენ. ჭურჭელს ყოველდღე ორჯერ ვრეცხავ. მე ასევე ვალაგებ სახლს. ვგვი და ვწმენდავ იატაკს. ვიღებ მტვერს. მე ვალაგებ ჩემს ტანსაცმელს და ნივთებს. დღეს მე დასვენება მაქვს და სახლი დავალაგე. მე დავრეცხე ჭურჭელი და სარეცხი. გარეთ წვიმდა და სარეცხი სახლში გავფინე. ამის შემდეგ მე დავალაგე ოთახები და ჩემი ნივთები. მე სახლის დალაგებას 3 საათი მოვუნდი და ძალიან დავიღალე. სახლის დალაგება დამღლელია, მაგრამ დალაგების შემდეგ სუფთა სახლში ყოფნა სასიამოვნოა. ჩემს ძაღლს მაქს არ უყვარს, როცა მე სახლს ვალაგებ. მას ეშინია მტვერსასრუტის და იატაკის საწმენდი მოპის. ის ამ დროს საწოლის ქვეშ შედის და იქ იმალება. თქვენ გიყვართ სახლის დალაგება? კვირაში რამდენჯერ ალაგებთ სახლს? სახლის დალაგებას რამდენი ხანი უნდებით?